როგორ გამოიყურებოდა რეკლამა მე-19 საუკუნის საქართველოში? ალბათ ფიქრობთ, რეკლამა მხოლოდ მე-20 და 21 საუკუნის ნაყოფია, მაგრამ სინამდვილეში რეკლამა ისეთივე ძველია, როგორც თავად ვაჭრობა. შეიცვალა მხოლოდ ფორმები. მოდით ცოტა ხნით დავიწყოთ თანამედროვე რეკლამები. წარმოიდგინეთ მე-19 საუკუნის თბილისი. არანაირი სოციალური ქსელი, არანაირი ტელევიზია. მაშინდელი მთავარი ინფლუენსერები და ინფორმაციის უალტერნატივო წყარო იყო პრესა. სწორედ ამ გაზეთების ფურცლებზე იბეჭდებოდა ეპოქის რეკლამები. რას ყიდნენ მაშინდელი ვაჭრები, როგორ ცდილობდნენ მუშტრის მოზიდვას. გაზეთებში ისეთ სარეკლამო მარგალიტებს წააწყდებით, თანამედროვე კოპირაიტერებსაც კი შეშურდებათ. ახლა კი მოემზადეთ. დავიწყოთ ყველაზე ექსტრემალურით. თუ დღეს ინტერნეტით ლექსს ყიდულობთ, ჰიგო ვინკლერი განცხადებაში წერდა: მინდა ვიყიდო ცოცხალი კავკასიის გარეული ცხოველები. ჯიქები, ვეფხვები, დათვები და ფოცხვერები. ვისრად უნდოდა ცოცხალი ვეფხვის სახლში, უცნობია, მაგრამ ფაქტია, ბაზარი ამას ითხოვდა. პრესა ყოფით დეტალებსაც არ ივიწყებდა. ქალბატონებისთვის იყიდებოდა სპირტით შეზავებული ხის ღრუბლისაგან დამზადებული საქალო ჰიგიენური ბალიშები. მამაკაცებისათვის ბოზარჯიანცის ქარხნის საუკეთესო ოსმალური თამბაქო სასახლის ქუჩაზე. ხოლო თუ მიწათმოქმედება გიტაცებდათ ბერლინიდან ჩამოტანილი ეკერტის ფოლადის გუთნები და სალეწი მანქანები გელოდებოდათ. დამღლელი შრომის შემდეგ კი შეგეძლოთ სენაკის მაზრაში, ნოქალაქევის სამკურნალო ავანოში დაგესვენათ. ან უბრალოდ ალექსანდრე ჭუღაშვილის ერთმანეთიანი ისტორიული ნარკვევი გეყიდათ წერა-კითხვის საზოგადოების მაღაზიაში. თუმცა პრესაში უამრავ ისეთ წიგნს შეხვდებოდით, რომელიც ფიზიკურზე მეტად თქვენს მორალურ გადარჩენას ემსახურებოდა. აი აბსოლუტური მარგალიტი. წიგნი სიჭაბუკის ცოდვა. ეს იყო ფრიად საჭირო გამოცემა მათთვის, ვინც დასნეულებული იყო, ციტირებ, ონანიზმისა და თავაშრობული ცხოვრებით. სულ რაღაც ერთმანეთად მოსკოვის ცენზურისაგან ნებადართული ეს ტრაქტატი ყველა ახალგაზრდულ ცოდვას დაგამარცხებინებდათ. და თქვენ, რომელ რეკლამა მოგეწონათ ყველაზე მეტად? დაწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ ჩვენი არხი.